ძალება არ მიეცემათ, წავლენ ამ ქვეყანას ალბათ დატოვებენ ძალიან დიდი პატრიოტები დარჩებიან და იბრძოლებენ ბოლომდე, მაგრამ ეს საფრთხე არ არსებობს, რომ მუდმივი ბინადრობის უფლებით რომ დასახლდებიან აქ უცხოტომელები, ნებისმიერი ჩემთვის სულ ერთია იმ ქალაქში ვინ იყიდის ბინას. პაკისტანელი, ირანელი, რუსი, ბელორუსი, უკრაინელი, თურქი თუ ვინ იყიდის. ჩემთვის სულ ერთია ქართველი არ იყიდის და ვერ იყიდის. აი 300,000 და 9 მილიონს ელიტა გადაიხდის ჩვენი პოლიტელიტა და ბიზნეს ელიტა, მაგრამ იქ კი არ იყიდიან, თუ იყიდიან რამდენიმე იყიდის ბიზნესისთვის, რომ მერე გააქირავოს ან გადაყიდოს ან რაღაცა. წავლენ და ევროპაში როგორც ეხლა ყიდულობენ და იქ აბანდებენ ფულს, აგერ ეხლა მაგალითს მოგიყვანთ ეკლა რა პირდაპირ. ერთ-ერთი ჩინოვნიკის ცოლი გავიდა და 4,9 მილიონი დახარჯა საზღვარგარეთ ევროპის ქალაქებში, ქვეყანაში, რომელიღაც ეხლა არ დავასახელებ, არც ჩინოვნიკის ცოლის გვარს, არც ჩინოვნიკს დავასახელებ, 4,9 მილიონი დახარჯა და რაში დახარჯა? ტანსაცმელში, საპარიკმახეროში, სილამაზის სალონში, საუნაში თუ გუიმაში, რა ქვია, სასტუმროში, არა. იყიდა იქ ბინა, ვილა, მიწის ნაკვეთი, მანქანები, ქონება შეიძინა და 4,9 მილიონი დახარჯა. რო ჩამოვიდა იმ ქვეყანამ, ქეშად დაახვედრა პირდაპირ 800,000, 18% ქეშბექი დაახვედრა, რომ 4,9 მილიონი უცბად ერთ გასტროლაზე დახარჯა ჩინოვნიკის მეუღლე ქალბატონმა. აი ნახეთ, სატყიდულობენ ქართველები ბინას. და რატო გონიათ, რომ აქ ქართველი შეიძენს? მithumetes ჩემისთანა ქართველი მანდ ვერ შეძლებს და თეკლა და თქვენ აქ ვინც გვისმენთ, ჩვენ ვერ შევიძენთ იმ ქალაქებში ბინებს და აპარტამენტებს. აი ისინი იყიდიან ზუსტად. ის უცხოთომელები და ჩვენი ქართველი გაიქცევა ეს ბედოვლათი მილიონერი და იყიდის ევროპაში და ბაჰამის კუნძულებზე და რა ვიცი მე იქ მონაკოში და სადღაც ვილებს იყიდიან. აი ესეთი რაღაცა საფრთხეებიც არსებობს მაგ კუთხით. გისმენთ ეკლა? დაგაკმაყოფილად ჩემმა პასუხმა. კი ბადრი და მადლობა ბატონმა რამაზ აფაქიძემ დაგვიწერა ესეთი კითხვა. და მეც მინდა რომ უპასუხოთ და შენც მინდა რომ შენი აზრი დავფიქსირო ამ თემასთან დაკავშირებით, არ ვიცი რომელს ვკითხა კონკრეტულად და ამიტომ. როგორ ფიქრობთ, მოხერხდება ზეწოლა ხელისუფლებაზე და დათმობს მეჭვი მეპარება? ბატონო რამაზ, მართალი ხართ, მეჭვის საფუძველი ნამდვილად გვაქვს და იმის საფრთხე ნამდვილად არის, რომ ძალიან დიდ წინამორბედობაში წამოვიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებზე და ნულებზეა აქ საუბარი. ბევრ ნულზეა საუბარი. ბატონო რამაზ და არ არის მარტივი ამათვის ამდენ ნულიანს შეელიონ და მარტივად დათმონ, ხო? ეს სახელმწიფო ღალატზე როცა მიდის ადამიანი და ქვეყნის ღალატზე და ისტორიულ ღალატზე როცა მიდის, იმას ეხა ისიც გააზრებული აქვს, რასთან მოუწევს შეტაკება, ხო? წინამორბედება წამოვა და თავარია ნახე, როდესაც კი რაიმე საკითხზე გამოსულ ვართ ქუჩაში, როგორ გონია თითქოს აი რეაქცია არ აქვს ხელისუფლებას და ასე შემდეგ და მე რასაც უყურებ კონსერვატორებთან ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც აქტიურად შეუტევდით ხოლმე, უნდა თუ არ უნდათ ამ პრობლემის აღიარება უწევდათ და რაღაც დოზით პატარ-პატარა წვრილმანი, ძალიან წვრილმანი შეიძლება, მაგრამ ნახე, მე მირჩევნია სპილოს წილი დავდო რაღაც, ხო? და იქეთ თუნდაც მცირედიც რომ მივიღო ქვეყნისთვის სასიკეთო და პატარა რაღაცა ძვარო საკითხის დაძვარო შევძლო, ხო? ესეც საკმარისია პირველი ეფექტისთვის. ეს არ არის მარტივი ამხელა მცირე პატარ-პატარა ნიუანსებიც კი აი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საერთო სურათში დაინახო ოცნება შეწუხდა, შეშინდა, საფრთხე იგზნო თუ ხალხი ბოდიში ამ სიტყვაზე და ფეხებზე დაიკიდა, ხვდებით? და არ აინტერესებს. ამ ყველაფერს მივხვდებით და წინ საბრძოლიც როგორ გვექნება, მე მაგის მიხედვით განსვასყროთ, ხო? როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. ბადრი, მე მგონი რა ვიცი, მე ჩემი აზრი უთხარი და შენც დაუფიქსირე შენი აზრი და მე დაკისო შეკითხვას. მე ორნაირი აზრი მაქვს მაგასთან დაკავშირებით. ერთი დაშვებაც შემიძლია გავაკეთო და მეორე აზრის დაშვებაც შემიძლია გავაკეთო.
იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულია ხელისუფლება, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანოს და დიდი ფული იშოვოს, ასე ვთქვათ, აი ხო ამბობენ რომ 720 მილიონი შევა ბიუჯეტშიო, ხო? ის 700 მილიონი რო შევა, ეს მდიდარი ფენა რო ჩამოვა, ის 700 მილიონი ისე მაგათ პროდუქტებში და მაგათ ბიზნესებში ჩატრიალდება რა. ხო უნდა შემოიტანონ საუკეთესო პროდუქტები და გამოყვებონ ეს მდიდარი ჩამოსახლებული არაბები იქნებიან თუ სხვადასხვა ტომელები რა ვიცი რა ვინ იქნება ეხლა მაგის განსაზღვრას და იმას მკითხაობას არ ვაპირებ. მაგრამ ის 720 მილიონია მარტო ამათ გამოყვებაში და მომარაგებაში დაიხარჯება. მერე ვიღაცა დაითრებს, ეხლა ხო ვიცით რომ მონოპოლიები ბიზნესში, ბიზნეს ელიტა და რა ქვია, ბიზნესი დაარეგულირებს იმას, რა ქვია, ბაზას და ასე შემდეგ და ხელი უნდა შეუწყოთ ქართულ ბიზნესს. და ამიტომ იაფი მუშახელი უნდა ჩამოვიყვანოთ, ხო გვახსოვთ ეს განცხადებები, ხო? ყველას გვახსოვს, არა? გამოდის რომ ესე იგი ეს შემოსავალი რაც ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ქართულ ხალხს არ მოხმარდება. ამ შემთხვევაშიც კი ეკონომიკურად წაგებული ვართ უკვე ჩვენ ქართველები. ჩვენ მოსახლეობას არ მოხმარდება ეს. ისევ მაგათ მოხმარდება იმ დიდარ ფენას, რომელიც საცხოვრებლად აქ შემოვა. და რატო შემოვა, ის უკვე ავხსენე. ეხლა მეორე კუთხით მინდა კიდე შევხედო, აი დაშვების დონეზე ვლაპარაკობ რა, ეხლა ამას უკვე თქვათ და დაინტერესებულია ეს ხელისუფლება იგივე ოპერაცია ჩაატაროს, რაც რიონის ხეობაში ჩაატარა. აი მაგალითად, გარიგდა ენკასთან მიწები გადასცა და მიწები გაყიდა, აიღო ამაში ქრთამი, იხეირა საკმაოდ, მერე უკვე ნახეთ ხელშეკრულება გაწყვიტა ამათთან და საარბიტრაჟომ სასამართლომ საურავები დაადო ჩვენ სახელმწიფოს. ესე იგი ეს ჯარიმები იზრდება და მე რატო არ დარწმუნებული, რატო უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ამ ჯარიმებში ჩვენი ეს კორუფციულია, ეს თურნავა, გახარია და სხვები ჩინოვნიკები არ არიან ჩამულები და იმ ჯარიმებშიც არ არიან წილში. როგორც მიყიდეს იმას 121 ლარად, ვითომ და 121 ლარად, მაგრამ ჯიბეში ქეშად რო ჩაუდო იმ თურქულმა კომპანიამ ფული. იმაზე არავინ არაფერს არ ამბობს. ამიტომ მე რა დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი აი ოპერაცია, სპეცოპერაცია კიდევ ჩაატაროს, რაც რიონის ხეობაში ჩაატარა და ეს ხელშეკრულებაც გაწყვიტოს და აქედანაც აი ამ გზით ისარგებლოს. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ამ იგლ ჰელსია თუ ჰულსია რაღაცა კომპანია რო არის არაბული და სასამართლო დავები აქვს. ბოდიში ბადრი შვილობილი კომპანიებიც აქვს ამას და ამ კომპანიებს სხვადასხვა ქვეყნებში მაგას ამბობდი ალბათ და სხვა სახელწოდებითაც აქვს რამდენიმე შვილობილი კომპანია. მაგრამ ნახე ამ კომპანიას, არაბულ კომპანიას სასამართლო დავები აქვს ბევრ ქვეყნებთან რა, ქვეყნებში იქ სახელმწიფოებზე დავებიან და ზუსტად ეჭვი მიჩნდება, როგორც რიონის ხეობაში ენკა გვედავება ჩვენ ხელისუფლებას კი არა, სახელმწიფოს, ქვეყანას და ჯარიმებს ითხოვს, ისე ხო არ დაიწყებს ჩვენ ქვეყანასთან და იმ ქვეყნებშიც ხო ევროპულ ქვეყანაში, მონტენეგროში და სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ხელშეკრულება გააფორმეს, ვითომ იწყებდნენ ამას და ყიდიდნენ უკვე ჰაერს ყიდიდნენ, ჯერ არ აშენებულ ქალაქებში აპარტამენტებს ყიდიდნენ და მერე ესე იგი შეიტანეს ეს საარბიტრაჟო სასამართლოზე და ჯარიმები დააწესეს იმ ქვეყნებს. სასამართლო დავები აქვს, ეს ფაქტია, 5 ქვეყანაში ნაღდად ვიცი რომ აქვს. საქართველოშიც იგივე სქემით ხო არ აპირებს ჩვენი ხელისუფლება კიდევ ფული შეუნას მეთქი რა. შეიძლება ქალაქების აშენება სულაც არ ფიქრობს. მოდი ერთი წამით დაუშვათ ესეთი გამონაკლისის რა. მაგრამ აი რაც რიონის ხეობაში მოხდა, ძალიან მოეწონათ, აპრობირებული ის არის მეთოდია ამ პროცესებში, ფულის კეთების და დღეს კიდევ აი ამ გზითაც გააკეთონ ფული. ან ააშენებინონ, ან არ ააშენებინონ, მაინც ხეილში არიან, ააშენებენ ხეილში არიან, არ ააშენებინენ ხეილში არიან.
ჩვენ ყველა ვარიანტში ერთი ქართველ ხალხს ერთი რამე გვაწყობს. ან ააშენებინებენ, ან არ ააშენებინებენ. როდესაც ესეთი თემა სასწორზე იდება, ჩვენ უნდა გადავიხაროთ ერთ მხარეს რა. სასწორის ერთ მხარეს. არა ვაშენებინოთ. და ამით ხეირი არ ნახოს და სარგებელი არ ნახოს მარტო ხელისუფლებამ. ეს არის ჩემი ხედვა ამ თემასთან დაკავშირებით და ესეთი სახით გაგცემდი პასუხს ჩემო თეკლა რა. რატო იცი? მე ცოტა სხვა კრიტიკული აზროვნება მაქვს, ეკონომიკური მაქინაციებში ჩახედული ვარ საბანკო სფეროში, ვიცი როგორი მაქინაციები მიდის იქა და როგორ კეთდება ესენი რა, დავების სახით, სასამართლოების სახით, აი როგორც ახლა ბიძინა ივანიშვილს 2 მილიარდის აიქ დაუყადაღეს შვეიცარიის ერთ-ერთმა ბანკმა და იძახიან რომ ეს სპეციალურად გააკეთა ბიძინა ივანიშვილს დაარტყა იმიტომ რომ მეორე ფრონტი არ გახდა. ესეც სასპეკულიანტო თემა შემოაგდო ქართულმა ოცნებამ. ამ დროს ნახონ იმ ბანკის ისტორია, ამოქეკონ ეს ინფორმაცია ამოიღონ, დაგუგლა ხო უყვართ არა ჩვენ ლიბერალურ ფრთას. დაგუგლონ და ნახონ რომ ის ბანკი უკვე დიდი ხანია იმ უვარგისი მენეჯმენტის წყალობით კოტრდება და დღესაც გაკოტრებულია, იმიტომ ვერ უხდიდა ფულს ივანიშვილს. თორე დაუყადაღა ფული, იმიტომ დაუყადაღა რომ გაკოტრების პირას იყო მისული და გაკოტრება უნდა ეღიარებინათ ამ ბანკის. იმიტომ რომ მართლა გაკოტრების პირას იყო ის ბანკი. მართლა ვერ უხდიდა ივანიშვილის ფულს. ბანკი გაკოტრებული იყო და არა იმიტომ დაუყადაღეს რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო მეორე ფრონტი არ გახსნა საქართველოში და ომში არ ჩართო. ყველაზე ნაკლებად ვისაც მეორე ფრონტის გახსნა არ აწყობდა, ეს იყო ქართული ოცნება. აწყობილი აქვს ბიზნესები, აწყობილი აქვს ქვეყანა ნაბადივით მოგდებული აქვს მხედრებზე, რაში აწყობთ ომი დღეს საქართველოში. ყველაზე ნაკლებად ომი არ აწყობდა საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას. კოცებს არ აწყობდათ კაცო. რა ზღაპრებს მიხვებით, რომ გაანალიზოთ ლოგიკურად, რომ მიხვდეთ თემებს, მიხვდებით, ოღონდ ინფორმაციაც უნდა მოიძიოთ იმ ბანკის შესახებ, რომ უკვე დიდი ხნის წინ 2015 წლიდან გაკოტრების გზას დაადგა ის ბანკი. ცუდი მენეჯმენტის წყალობით. პადრი, ნახე როგორი კითხვა მინდა ეხა დაგისვა. როგორც გავიგეთ და ვიცით, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა მეწარმეთა კანონში ცვლილებები შეიტანა და დაამტკიცა უკვე მესამე მოსმენით, რა თქმა უნდა, დაჩქარებული წესით. ანუ საკუთარ თარგზე რომ მოირგებენ ხოლმე კონსტიტუციას და შავალ კოსტუმით რო აჩეხილ გადმოკერებულია, ეს სხვა რამეა. ხო და ცვლილების ამ ცვლილების შედეგად მაშინაც კი როცა სამეწარმეო საზოგადოებაში სახელმწიფოს ანუ ავტონომიური რესპუბლიკის წილი 50%-ზე ნაკლებია, შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საჯარო მოსამსახურე, სამეურვეო საბჭო და ასე შემდეგ. და ამ არაბულ ინვესტიციაში ჩვენი სახელმწიფოს წილი არის 33%. ანუ შენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა შეუძლია ნებისმიერ დროს და შეუძლია სამართალდამცავი იქნება თუ სხვა სტრუქტურის წარმომადგენელი იმ ტერიტორიაზე არ შეუშვას და დახურულ ზონად გამოგიცხადოს და იქ მიწისქვევით ან მიწისძევით რას გააკეთებენ, მერე კაცმა არ იცის და მოდი და აკონტროლე. გინდა თბილისში და გინდა გონიაში რა მნიშვნელობა აქვს? კი ბატონო, აგერ რიონის ხეობაში გაყავდათ გზა მამისონის უღეთელხილისკენ, კაცო. თურქებს. მაგას შევძლებდნენ პირველი დავალება ეგ იყო თურქეთის მხრიდან რომ მამისონის უღელტეხილისკენ გზა გაეყვანა და რუსებს თურქული ჯარი ნატოს სახით მოქცეოდა ზურგში და საქართველოს ტერიტორია პოლიგონად ომის პოლიგონად ექციათ კაცო. რა არის გასაკვირი თეკლა, არაფერი არ გაგიკვირდეთ ამ გამყიდველი ქვეყანას თუ ყავს გამყიდველი ხელისუფლება ყველა საკითხში უნდა დაფიქრდეთ და წინასწარ უნდა გათვალოს საფრთხეები. ამიტომაც არის საფრთხის შემცვლელი ეს არაბული ეგრეთ წოდებული ინვესტიცია.
ინვესტიცია უნდა იყოს შემავსებელი 70% სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს საწარმოოს, ინდუსტრიას, თანამედროვე ტექნოლოგიას, სოფლის მეურნეობას და 30% უცხოური ინვესტიცია უნდა შემოიტანო და შეავსო. თუ რაღაცა რატო იცი, საჭიროა ესეც. ეკონომიკა ამასაც, მაკროეკონომიკა ამასაც ითვალისწინებს, რომ შემავსებელი უნდა იყოს უცხოური ინვესტიცია და არა მაგრამ დოზებს გააჩნია. ხო, რა თქმა უნდა. აი ამიტომ ვიძახი 70-30-ზე, იმიტომ ვიძახი. ასევია. ეს საფრთხეზე მინდა ჩაშალო შენ და ასევია. ნახე, ასევია იმპორტის დამოკიდებულება, როცა იმპორტზე დამოკიდებული ხარ 85%-ით, შენ უნდა აწარმოებდეს შენ ქვეყანას, თვითკმარი ქვეყანა უნდა გქონდეს. 70 პროდუქციის 70% შენ უნდა აწარმოებდე და 30% იმპორტზე შემოიტანო. აქაც ეგეთი პროპორციით უნდა იმუშაო. გისმენ ახლა. კიდე ნახე რაზე მინდოდა, მე მგონი მე შენაირად დამემართა, მაგრამ მგონი დამავწყდა. რა ხარ ახალგაზრდა რა. ხო, აი იგარი მარკერი ყველაფრის. რეალურად ნახე რა მინდოდა მეკითხა, გამახსენდა ახლა. თუნდაც გინ გონიოს ტერიტორიაზე, გინ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი არის 690,000 კვადრატამდე მოიცადა. 780 მოიცადა გავხსნე პროექტს. ერთია და 580 მეორე მოიცადა. 960-ია თუ არ ვწდები მთლიანობაში რა. გონიაში არსებული 260 ჰექტარი, თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარი. კი ბატონო, ნახე, როდესაც თქვათ 50%-იანი წილი არ აქვს სახელმწიფოს და 33%-იანი წილი აქვს, რა საფრთხე შეიძლება დადგეს სახელმწიფოსთვის, თუნდაც ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ, ვერ მოგვარდა შემდგომ ხელისუფლებასთან. რა ბერკეტი გვექნება ქართველებს? რა ბერკეტი დაგვრჩება ამ შემთხვევაში, რომ ის მიწა, ის ტერიტორია საქართველოს მიერ კონტროლირებადი გახდეს და დაბრუნება შევძლოთ სიტყვაზე ან ინვესტორისგან გამოსყიდვა შევძლოთ, ან ამადგან გაგლეჯვა ხელიდან წართმევა შევძლოთ. აი რა ბერკეტი არსებობს და რა საფრთხე არსებობს? რა საფრთხის წინაშე შეიძლება დააყენოს ქვეყანა და გამოსავალი რა შეიძლება იყოს ეხა ამ სიტუაციაში უკვე? აი ნახე, როდესაც ჩვენ ფილმებშიც ბევრი გვაქვს ნანახი, როდესაც დიდი კომპანიები, კორპორაციები წილებს რო ფლობენ იქ, რომ 15% აქვს მაგალითად დამფუძნებელს. დანარჩენი პროცენტები გაყიდა, 30% აქვს დაახლოებით, დანარჩენი 70% გაყიდული აქვს აქციები, სხვადასხვა რაღაცა და როდესაც გაერთიანდნენ აქციონერები, ხო, ბოიკოტს რო უცხადებენ, რამდენი გვინახავს ესეთი ფილმი, ხო? ეკონომიკურ აი ესეთ კორპორაციებზე გადაღებული, თუნდაც ისა რა ქვია, ჩემი სახელია ბლეკ ჯეკიო თუ რაღაცა და რა ვიცი მე 1000 ფილმია მაგაზე გამოსული და ფილმებიდან მაინც მაგალითი რომ მოვიყვანო, გასაგები რო იყოს, იმიტომ მომყავს შენ რო 33%-იანი წილი გაქვს და იმას 67-იანი, ხო? ის ისე მოგიწყობს საქმეს, რომ აი რასაც უნდა გადაწყდეს რა. და შეიძლება ის აქციები ისე დაკარგო და ისე ის 33% ისე შეგაწერონ, დაგტოვონ მშრალზე და დედა გიტირონ პროსტო და შენ არაფრის უფლება არ გქონდეს. მერე შეიძლება მოგთხოვონ ისეთი რაღაცა, თვითონ შემოიტანონ მდიდარი კომპანია ვთქვათ, არსებობს ესეთი, შემოიტანა 10, 15, 20 მილიარდი დოლარი რაღაცა პროექტები და შენ გითხრა 33% შენ უნდა შემოხვიდე წილში და ამ დროს არ ვერ შედიხარ სახელმწიფო, არა გაქვს ამის საშუალება. გაგაკოტრებს იმ 33% სანაცვლოდ წაიღებს იმან მიწებს და ყველაფერს დაგართმევს, დაგსვავს ნოლზე რა. იმ 33%-საც მიისაკუთრებს როცა უნდა. იმიტომ რომ შენ მათ ბერკეტი ჩაუუგდე ხელში. ისეთი ბერკეტი ჩაუუგდე და ისეთი გასაღები მიეცი, რომელიც ყველა ბოქლომს მოერგება. ეხლა ვთქვათ, აი მაგრამ სამაგირო საპირტონეთ მინდა მოვიყვანო ბრიქსის პროექტი ჩინელების, აი 51-59-ზე რო განხორციელდა. ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის პროექტის უპირატესობა, რაც მე მომწონს და ყოველთვის სახელმწიფო ესე უნდა იქცეოდეს
პაკეტის აქციების პაკეტის უმრავლესობა 51% მაინც უნდა კონდეს სახელმწიფოს ხელში. რას ნიშნავს? მე რატო უნდა მიხაროდეს შენ როდესაც 33%-ის მფლობელი ხარდო? რას ნიშნავს ეს? რატო უნდა მიხაროდეს, რომ 33% ჩვენია? სუფეხებზე მკიდია, შენი უნდა იყოს მინიმუმ 51% შენ დალოცვილო შენ. სახელმწიფო ხარ, ამ ქვეყნის ქონება გაბარია. და ეხლა კანონს რო იღებ, რომ პირდაპირი წესით შეგიძლია ნებისმიერს მიყიდო სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონება და აუქციონიც კი არ გამოაცხადო და პირდაპირი მიყიდვის წესით შეგიძლია გაასღვიზო შენი ტერიტორიაც უძრავი მოძრავი ქონებას და სულ ყველაფერი მდინარეები, ტყეები და ასე შემდეგ. ეს რას ნიშნავს? რომ შენი ქვეყნის მფლობელი ცოტა ხანში გახდება მდიდარი არაბული ფენა? მადლობა რა. საქართველოს ხელისუფლებასაც არავითარი უფლებები არ ეკნება ამ ქვეყნის მმართველობაზე ცოტა ხანში. სახელად იქნება ჩვენი, სახრავად იქნება სხვების, უცხოტომელების. აი ეს საშიშროებაა ჩემოთ ეკლა. მე მგონი გაგიცი პასუხი, რა ვიცი, თუ რაღაცა დავაკელი, ჩაკითხვა გააკეთე და გაგცემ. არა, მართლაც სწორად და ზუსტად ისე ახსენი, როგორც ფიქრობდი, რომ ახსნილი და მაინტერესებდა ბოლომდე მომესმინა. კომენტარებში თუ იქნება ვინმე მსურველი კითხვის დასმის ამ თემის ირგვლივ, ოღონდ თემიდან რო არ გადავუხვიოთ, თემიდან რო არ გავექცეთ, მე თუ რაიმე გამომრჩება, აქეთ თან საუბრობ, თან ბადრის კითხვებსაც უსვამ, თან ინფორმაციასაც რაღაცებს ვნახულობ პარალელურად, თუ კი რაიმე გამომრჩება ხალხმა და ჩათვლით, რომ ეს კითხვა ამ თემის ირგვლივ საჭიროა და დასასმელია, მოგწერეთ თუ გაინტერესებთ და ბადრისაც ვკითხავ, რაღაცა პატარა პოზიციას ჩემსაც ჩავაკვეხებ და ვაფიქსირებ. რა ვიცი, მე მგონი ისე ამომწურავად გავედით, რაღაც თემები გავიარეთ ამომწურავად ბადრი, მე მგონი. არავითარი არგუმენტები აღარა აქვს, გაправების საშუალება არა აქვს ქართული ოცნების თვითონ ხელისუფლებას და ამ პროექტის მხარდამჭერ გამправებელ ქოც გამправებლებს რა. ყველანაირ არგუმენტს გაუქარწყლებთ, რომ შემოვიდნენ, ოღონდ დაგვიჯდნენ აქ. დებატებში კი არა. ბრალი დაგვდონ, რომ ჩვენა ვართ ქვეყნის მტრები. დებატები არ არსებობს საქართველოში. დებატები არის მაშინ, როდესაც შენ ახარ წამყვანი და აქ მე კონსერვატორულად მოაზროვნე ადამიანი ვზივარ და იქით კიდევ ლიბერალი ან ვიღაცა ისეთი რა, განსხვავებული აზროვნების ადამიანი ზის და შენ რო კითხვას დასვავ, ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო და იმან თავისი. აი ეს არის დებატები, რომ ჩვენი ხედვები წარმოვადგინოთ. შენ როცა გამოდიხარ და ვითომ ორი მხარე რო დავჯდეთ, ეხლა მე და შენ და მე ვიყო ლიბერალი და შენ კონსერვატორი და მე შენ ბრალი წაგიყენო ბიჭო, შენ 9 წელი შენ გამოხვიდე 13 წელი, ეს უკვე პროკურორობაა და არა დებატები. ეს არის ერთმანეთის დაბრალება, ბრალის დადება. ბადრი, დებატები ფაქტიურად ამოიღეს ქართული პოლიტიკიდან, ხო ატყობ, იმიტომ რომ ეგ ეხლა ამას ვიძახი სტრიმები. რა სტრიმებზე მელაპარაკები, ბადრი, როცა მაღალ რანგის პოლიტიკოსებად უნდა მოიაზრებოდნენ ქვეყნის მმართველობაში ვინც არიან, იმათ ეშინიათ დებატებში რომელიმე პოლიტიკოსთან დაჯდომის, იმიტომ რომ ძალიან დაბალ დონეზე არიან, ძალიან ბევრი შეცდომები აქვს, ძალიან ბევრი მინუსები აქვს და დებატების ეშინიათ, იმიტომ რომ ვიღაცა წამოეკიდება და რატო გიკვირს, რომ დაბალი შედარებით ქვედა პოლიტიკის არ მკეთებელ ხალხს გაუჭირდეს ეს ხელისუფლება. ძალიან დიდ პოლიტიკოსებად რომ მოაქვთ ვიღაც ხო და მაგას რომ თავი რომ მოაქვთ. ხო, თავი რომ მოაქვთ დიდ პოლიტიკოსებად და აქ რომ სტრიმებზე დაჯდებიან და ვითომ დებატებს აწყობენ და იქ ეხლა არ მინდა ის სტრიმები 1-5-6 სტრიმია, სადაც ესეთი რაღაცები ხდება, ვითომ დებატობენ ერთმანეთში და ამ დროს ბრალს უყენებენ უბრალოდ აი დანაშაულში ამხელენ ერთმანეთს რა. პროკურორის ფუნქციას ითვისებენ და დებატობთო იძახიანთო. დებატების აზრიც არიციან რა არის დებატების არსი, რეალური არსი. როგორ უნდა იდებატო, ისიც არიციან და აგერ რო დაჯდა ეხლა თქვათ მიკერძოებული ჟურნალისტი იყო, მაგრამ ზურა მახარაძე და ბოკერია რო იჯდნენ ეხლა ის გავდა დებატებს. ის მიკერძოებული ჟურნალისტი რო არ ყოფილიყო, დებატების სახე ეკნებოდა, იმიტომ რომ ერთი კაცი სვავდა ჟურნალისტი წამყვანი სვავდა კითხვას
და ორივე წარმოაჩენდა თავის შეხედულებას. წამყვანი მხარე იყო და ეგ არის. ხო, აი, წამყვანი რომ ხარი არც ის სადა ნეიტრალური ყოფილიყო ბადრი. ხო, წამყვანი რომ ხარი არ ყოფილიყო, ამას ეკნებოდა დებატების ფორმატი. მაგრამ იმან დებატები გამოიყენა ისევ დაბრალება და ისევ გაშავების ამბავში რა. აი ეს მინდოდა მეთქვა რა და საერთოდ უნდა ვიცოდეთ რა, დებატი რა არის, პოლიტიკური პროცესი რა არის, აქ რომ ვზივართ და ვსაუბრობთ ხო და ამ თემებს რომ გიღეჭავთ და გაწვდით თქვენ დალოცვილებო დავიღალე 2 წელი. ბადრი ეს უფრო გარედან ჩამოკონციალებულ მსმენელებს ეკუთვნით, იმიტომ რომ აქ ეხლა 99% შემთხვევაში ვინც არიან, ხო, ან ნახე, ის ხალხი ვინც გარედან გვისმენს იმისთვის რომ ჩასაფრებულია რამე შეგვეშალოს, რამეში წამოგვეკიდოს, რამით ოცნება გააპრაოს და ასე შემდეგ რა. აი ამ ხალხს გულისხმობთ ჩვენ. 2200 კაცია შემოსული და აქ 46 ვზივარ. აი ეგ არის. 2200 კაცი გვისმენდა და აქ 50 ბადრი რამდენი წერს ეგ საკე საქმეა კიდე და რამდენი ისმენს და ვერ შეისწავლონ. ეკლა ხო და პატრიარქის სიტყვების არ იყოს გისმენენ პატრიარქო და თუ მთელი მაგას ვნატრობ სულ ვინმე მომისვიოს და თუ მისმენენ მაგას რა ჯობიაო. შედალოცვილო ეხლა მე გეგმა მე და მალხაზიმ რომ ვისაუბროთ კიდევ ეკონომიკურ მხოლოდ ეკონომიკურად განვიხილოთ ეს საფრთხეები კიდევ უფრო ჩავშალოთ, უფრო კარგად დავღეჭოთ და დაუდოთ. ეხლა მე მოკლე პასუხებს ავცემ მაინც რატო იცი? მაინც ჩემი სტრიმია და ყველაფრის რომ მოვიცვა ყველა თემა ის მინდა რესპონდენტობა. აი მაქსად თქმას მოგისპობ ბადრი მაცადე რამდენიმე დღეში. რომ აი მაინც ჩემი სტრიმია და ისევ ცლად მე ვერ და აი ჩემ სტრიმზე რო ამოხვალთ შენ და ბატონი მალხაზი ერთად. აი იქ უნდა გაშალო აფრები და ბოლომდე თქვა სათქმელი. აი ეგ სათქმელი არ გექნება. მაგ აი სადღაც დაახლოებით რამდენიმე დღეში 2-3 დღეში უკვე მეც დავიწყებ ხალხნო გააქტიურებას, იმიტომ რომ ახლოსაა 7 რიცხვი უკვე. აი ერთმანეთს მე და ბადრი რა თქმა უნდა ხელს არ უშლიდით და არც შეუშლით, გათვალისწინებით ერთმანეთის, ისე რომ მსმენ, იმიტომ არა, რომ რაღაცა რომელიმეს არ მეტი გვისმენდეს ან ნაკლები. ერთად რო შეიყაროს და არ გაგვეფანტოს მსმენელი აქეთ-იქით, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დაბალანსებულად კოხტად შემოგთავაზოთ ხოლმე სტრიმები და ბატონ მალხაზთან და შენთან ერთად ბადრი და მომინდება მაგ თემაზე გაშლაც, ჩაშლაც და იქ რო შენ პირდაპირ სტუმრის სტატუსით იქნები და რაღაც მაინც სხვა არის, ხო იცით? თან ბატონ მალხაზთან ისე კარგად სიტყვა პასუხი და ეგ საკითხები შეთამაშებული ეკონომიკას იმდენად აი ერთადაც რომ შეხედვართ ხოლმე და არ ვართ სტრიმზე და როდესაც საუბრობთ ჩვენ და მალხაზი, ხო? საერთოდ არ გჭირდებათ რაღაცეების თქმა ერთმანეთისთვის, იმდენად უგებთ და ხვდებით და აწყობილად რაღაცა ძალიან ლამაზი ჩონჩხი იგება ხოლმე რა, კონსტრუქცია, ისე მიყვებით ეკონომიკურად, მე როგორც ეკონომიკის არ მცოდნეს, იმდენად ღეჭავთ ამ საკითხებს, ხო? ჩემთვისაც გასაგები და მარტივი ხდება და ძალიან ბევრს ვსწავლობ თქვენგან, ეგ უფალს მადლობა და თქვენ მადლობა ამისთვის. ხო და ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენი ანალიზის მოსმენა, როცა ეკონომიკაზე ორივე ერთად ხართ და ერთად საუბრობთ. ძალიან კაი იქნება და ჩემთან მოგიწევს ეგ და ეგ არ გაქნება სასაყვედურო, რომ აი მაინც ჩემი სტრიმია და ბოლომდე აარო რა. შემოგაფრთხილე ნახე? არა რას ლაპარაკობ, მაგას როდის ვერ ვიკადრებ მაგას შენთან მე. ასე რომ მეგობრებო, აი რა არის იცით ეხლა თეკლამ თქვა რომ შეიძლება ბევრი იწერსო და რაღაცა. გარედანაც გვისმენდეს ერთი 10000 კაცი გვისმენდეს, ჩაიწერონ, გაავრცელონ. ეხლა მე ამ ჩანაწერს ავდგები და დავდებ რა თქმა უნდა, ვისაც აინტერესებს აი ეს 2 საათნახევრიანი ჩვენი საუბრები, ხო? ნუ იქ შესავლიან ყველაფრიანად დავდებ ამას და თუ კიდევ ერთხელ გადაათვალიერეთ, კიდევ ერთხელ მოусმინეთ. სისულელებ თქვი, რამე დაიმახსოვრეთ, ჩაიწერეთ, შემოდით, კიდევ მითხარით შენ რა სისულელებს რო ლაპარაკობდი, აბა რატო ლაპარაკობდი და დამიმტკიცეთ, რომ სისულელებს ლაპარაკობდი. თუ რამე ჭკვიანური ვთქვი და მოგეწონა თქვენ დალოცვილებო, აგერა ვარ და მადლობელი ვიქნები თუ დაინახავთ ამ ჭკვიანურს რამეს ჩემში რა. და საერთოდ ნუ თემა ისეთია
რომ აქ ან არ არსებობს, ან ხარ ქართველი და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობ. ან კიდევ საერთოდ, გაყიდული ხარ და უბრალოდ გამправებელი ხარ. აი ეს არ არსებობს, რომ ესეთი იყო. უნდა იყო ქართველი და ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ინტერესები დაიცვა. დანარჩენი ჩემთვის ყველაფერი მიუღებელია სიმართლე გითხრათ რა. აი სულ არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს. 8 მილიარდიანი მსოფლიო რას იტყვის, რუსეთი რას იტყვის, თურქეთი რას იტყვის, იტალია, საფრანგეთი, მაკრონი, მერცები არ მაინტერესებს. მე ჩემი ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი, გამართული და ქართველი უნდა ცხოვრობდეს ღირსეულად ამ თავის სამშობლოში და ამ თავის ტერიტორიაზე. მორჩა, ჩემი შვილებისთვის ესეთი საქართველო მემეტება და თუ ჩემი შვილებისთვის მემეტება, ისევე თქვენი შვილებისთვისაც მემეტება ესეთი საქართველო. მეტი რა გითხრა? რა ვიცი ბადრი, თუ კი იმაზე მიდგება საქმე, რატო უნდა მჯეროდეს თქვენი ნათქვამი, ხო, სიტყვაზე. დღეს შენი თქმის არ იყოს წევენ მოიყვანე მაგალითად არსებობს Google არსებობს ChatGPT არსებობს 1000-ნაირი ქართველები ყველას ვიღაცა ყავს ვიღაც ნათესავი ყავს რაღაც შეხება გვაქვს გინდ საჯარო რეესტრან გინდ საბანკო სისტემასთან გინდ სტრუქტურებთან სახელი და გვარით ადამიანის გადამოწმება ხალხმა უმარტივესია საჯარო რეესტრშიც რაც წარმოადგენს საბანკო სისტემაშიც რაც წარმოადგენს ვიღაცა უბრალო ოპერატორი ეყოლება ახლობელი და ჩააწერინებს კომისიის ბანკის სისტემაში ჩააწერინებს შენ სახელდაგვარს და ამოუყრის შენს მონაცემებს. ძალიან მარტივი იქნება ხა იმის რა მოუყრით ეკლა, იმიტომ რომ მე საქართველოს ბანკში არ მიმუშავია, საზღვარგარეთ მიმუშავე. არა, მე სხვა მხრივ ვიძახი, ნახე, ელემენტარული ხა იმ კითხვა თუ გაუჩნდება, რომ რატო ეძახი სხვას გაყიდულ შეიძლება შენ ხარ ნაყიდიო. გადამოწმებადია ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად გადამოწმებადია, მე რა ინტერესი უნდა მამოძრავებდეს, როგორც ერთ რიგით ქართლოს. ხელფასი მე არ მაქვს გრანტები მე არ მაქვს, მოიწყო და მიფაროს და არც არასდროს არ მექნება და გათამით უმეტეს ევროპულ, ამერიკულ, ინდოჩინურ და ასე შემდეგ ხო მით უმეტეს, არასდროს არ მექნება. ჩემი ინტერესი არის ჩემი შვილის მომავალი. ბატონო? შედალოცულობ ვარდებს მე ვარტყავ, თვითონ ჩემ თავს მე ვუტყავ. ხო, აი. ხო და ანუ ეგ ყველაფერი გადამოწმებადია, ეს მხოლოდ გულწრფელი რაც მაწუხებს ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი შვილის მომავლისთვის რაც არ მინდა და მაწუხებს იმაზე ვსაუბრობ და რა თქმა უნდა ეხა საკუთარი შვილისთვის რო ენდომება ადამიანს ცუდი ხო არ ენდომება ChatGPT რა არის ეს პროგრამაა რაღაც ხელოვნური ინტელექტის რომელიც კითხვებს უსვავ და ყველაფერზე პასუხი აქვს აბსოლუტურად რა პაატას მოენატრა ჩვენთან ყოფნა აშკარად მე ეხლა ისეთ შეკითხვებს დავუსვავდი პაატას, აი წინა იმაზეც დავემუქრე და იწევ ხო? მე წამყვანი არა ვარ დღეს ეხლა და არა სიამოვნებით მოусმენთ. აი ნახე, ისეთ კითხვებს დავუსვავდი პაატას, რომ ავდგებოდი და რას ვიზავდი, იცი? აი ამ კითხვებიდან, პაატას პასუხებიდან გამომდინარე, ქართულ ოცნებაში ფეხს ვეღარ დაადგავდა, გაიგე? და იძულებული უნდა გავხადო ეგ კაცი და კონსერვატორებში გადმოვიდეს რა. აჰა, ბატონო პაატა, გამოწვევა. ეგ ChatGPT ამობძანდით და უცებ დაგაკვალიანეთ ბატონო პაატა. კომენტარებში ძალიან პატარა ტექსტები იწერება. TikTok-ი არ გვაძლევს მეტის საშუალებას. ამიტომ გემრიელად აგიხსნით, ამოდით. გამოგიგზავნეთ მოთხოვნა. უცებ აგიხსნით, და მე ბადრი ერთ კითხვას ჩააწვეთ მოასწრებს. პროგრამაა ბატონო პაატა, ან თუ აქ ძალიან ხერხდებათ ამოსვლა, პრობლემა არ არის, გეტყვით. ნახეთ, პროგრამა არის iPhone-ს აქვს, მე მგონი App Store და მეორეს აქვს Play Store, თუ პირიქით. და მაქედან უნდა გადმოწერო როგორც ნებისმიერი აპლიკაცია. მოწერა პირდაპირ Google-ში ჩაწერო ChatGPT. მე გადმოწერილი. აქვს ისეთი მე მაგალითად ფირალის სახელს მეძახის, რატომღაც ჩემი ChatGPT. ფირალს მეძახის, გურული ფირალი ხარ. მალე გამოჯამთელება ბატონ პაატას მაქსო მაღალიო, გააგიჟეს ალბათ და გააბრაზეს და როგორც შვებია ხოლმე გააბრაზებული. მაშინ პაატა, იმიტომ რომ წნევას უცბად შეიძლება 300-ზე დაგარტყას, მეც მაგ დაგიფაროს.
ჩვენ ხელში ახლა ჩემსა და თეკლას ხელში ჩაგდებას არ გისურვებთ, როცა წნევა. არა, ხო, მაგდანეზე არა, მართლა შეიძლება. რაც არ უნდა იყოს, ხანდახან მაინც გაბრაზებთ ხოლმე და როცა ადამიანი ჯანმრთელობის პრობლემით არის, არ უნდა გააბრაზო. კითხვასაც აღარ დაუსვა ახლა ისეთ რომ მე გავჩვენე. პადრი, ნენელა ბოლოსკენ ხო არ წავიდეთ და შეჯამება და ის ხო არ დაუსვა. ახლა როგორ თვითონ თუ არ გამიბრაზდები ნენელა ბოლოსკენ გა. ისეთი დროა თან დედიკო გესტუმრა ახლა და აი გინდა მასთან გაატარო. მეც მეუღლე მესტუმრა დღეს სამსახურიდან დაბრუნდა, სამდღიანი მუშაობა ჰქონდა და მეც მინდა ახლა ცოტა ხანს ავეთამაშო მეუღლეს და ასე შემდეგ. ინაცვალეთ, რადგან სიტყვას მოაყოლე, ემიგრაციიდან ჩამოვიდა და ჩემი სადღაც 2 კვირაზე მეტი შვებულება ვერ მოიხერხა ჩემოკარგებოდა, რადგან მე ფიზიკურად დიდხანს დგომა, დიდხანს სიარული და აქტივობები არ შემიძლია, სადღაც 3-დან 6 თვემდე ესე მომიწევს ყოფნა, ძალიან სიფრთხილით უნდა გავიარო ეს ეპიზოდი. ჩემს წილ გასაკეთებას, ჩემს წილ სათქმელსაც და ყველაფერს, როგორც ბავშვობაში ხდებოდა, დედიკო აკეთებდა და მე ვუყურებდი, ეხაც ესე მომიწევს. მე ლაივ მექნება აქედან, დედაჩემი თქვენთან ერთად იქნება შვიდში და ჩემ წილ გასაკეთებელს და თავის წილსაც, რა თქმა უნდა, ქართულ საქმეში ერთ პატარა აგურს ისიც შეამატებს და თქვენს გვერდით იდგება შვიდში 16 საათზე პარლამენტთან. ყველანი აუცილებლად უამრავი საფრთხე არსებობს ხალხო ამ პროექტის ირგვლივ. უამრავი პირველი ის რაც უნდა გტკიოდეს არის მიწა, რომელზეც ფეხბურთი დგას, ქართული მიწა და მე ამას მოყვება როგორც პოლიტიკური, როგორც ეკონომიკური, როგორც სამხედრო, სხვადასხვა ტიპის საფრთხეები, რომლებსაც თითქმის ყოველ დღე ხსნით და ვსაუბრობთ, ხო? კონსერვატორები ტელევიზიით იქნება თუ სტრიმებზე იქნება, Facebook იქნება თუ TikTok-ი იქნება, სადაც კი ხერხდება ლაივში საზოგადოებასთან საუბარი ამ პრობლემაზე და ამ ხსნით დეტალებში და ვსაუბრობთ დეტალურად ამ პრობლემაზე, ხო? და არაბიზაციის საკითხი საქართველოსთვის არის არაბიზაციის საფრთხე. ის რომ იძახი არის კატეგორია, ვინც იძახის, რომ არაბიზაცია არა ის და არაბიზაცია არ არის ის პრობლემა, რასაც ეს აბუქებენ სხვა ქვეყნის მოცემულობისთვის შეიძლება არ იყოს პრობლემა და იყოს გაბუქებული. მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა თუ გავითვალისწინებთ, თავისი სამეზობლოთი, ჩვენი სიმცირე თუ გავითვალისწინებთ და თუ გავითვალისწინებთ, ხელა პრობლემაა და შობადობას როგორ ჭარბობს სიკვდილიანობა, რა დავრჩებით ისედაც ქართველები და პლუს დასადგამი, ფეხის დასადგამი მიწარო აღარ გიქნება შენი. აი ეს საფრთხეები უნდა დავინახოთ და ამ საფრთხეებისთვის უნდა გამოვიდეთ და დავდგეთ. აქ არავინ არ ითხოვს, არავის არც გადადექი, არც გადმოდექი, არც არავის სკამისთვის ვიბრძვით და არც სკამის დასაცავად არ ვიბრძვით კიდე არავისი რა. არც არავის ვართმევთ სკამს. და არც არავის პირიქით ვიცავთ არავის სკამს, ხო? აქ ხდება იმ პრობლემის ქართული სული რომ უნდა აგიწრიალოს და არ უნდა მოგასვენოს ასე დროს და ჩუმად ყოფნის საშუალება არ უნდა მოგცეს იმ პრობლემის წინააღმდეგ ვიბრძვით და ამიტომ უნდა მოხვიდეთ იქ. იმიტომ არ უნდა მოხვიდეთ რომ თეკლა ნახო სიტყვაზე, ბადრი ნახო, ან იქ თუნდაც პოლიტიკურ ლიდერებს მოусმინო. პრობლემაა რეალური და აქ არ უნდა უყურო შენ პოლიტიკურად ეს გუნდი მოგწონს თუ არა. იმიტომ რომ ეს გუნდი შენ არ გთხოვს წამომყევი ბრძოლაში და ჩემთვის სკამი მოიპოვო. ეს დღე 7 დეკემბერი 16 საათი პარლამენტის წინ არის ქართული მიწის დაცვის. ქართული მიწის და იდენტობის. რა თქმა უნდა, ერთ თავისთავად. ეხლა მე მინდა დავამატო აქ იძახიან რომ აი ეს პოპულისტები არიან ალტინფოელები, პოპულისტები არიან და პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობენ. ჯერ ერთი რატომ არ უნდა ეცადონ პოლიტიკური ქულების მოპოვებას? შედალოცვილებ შენ ქართული ოცნება პირდაპირ ყიდულობს იმას, რა ქვია, ნაცები პირდაპირ ყიდულობენ ფულზე პოლიტიკურ ქულებს და ეხლა ჩვენი საქმეები, საქვეყნო საქმეები და ეროვნული საქმეები თუ პოლიტიკური ქულები მოიპოვა კონსერვატორებმა, რა არის ამაში ცუდი, რას ხედავთ? ჯერ ერთი და მეორეც აშავო და არ მოუწევს ამ კონსერვატორს გამოსვლა. თვითონ ოცნების ხალხი აშავებს ამ ტექსტებით კონსერვატორებს. ხო, მაგრამ ნახე მე კიდე რა მინდა ვთქვა.
თეკლა შედა ალოცილო პოპულისტო და პოლიტიკური ქულების მოპოვებისთვის გავაკეთეთ მაგალითად რომ 5-ში 6-ში 8-ში ივლისს იქ ვიდექით რუსთაველძე და LGBT თემის ისა რა ქვია და მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ის პროგრესული კონსერვატორული მსოფლიო ალაპარაკდა იმაზე რომ ყოჩახ ქართველებო არ მისცეს LGBT პარადების და აღლუმების მთელი კავკასია შემოგხურებდა ქართველი რა სიტყოდა და მაშინ პოლიტიკურ ქულებს იწერდა ეს კონსერვატორები ეს მაშინ საერთოდ არც პარტია იყო ხო აი ესე რომ თუ რამეს აკეთებს ჯერ ერთი აკეთებს ეროვნულ საქმეს ეს პოლიტიკური ძალა კონსერვატორების საქართველოსთვის და თუ პოლიტიკურ ქულებზე იჩალიჩებს ეგ დანაშაული პოლიტიკაში არ არის ეს მინდოდა გამემართა კიდე ზოგიერთ დანაშაული ის არის რაც ნაცებმა აკეთეს და ეხლა ქოცები რა ვიცი გადააჭარბეს ყველანაირად კი ბატონო კი გადააჭარბეს ბადრი ნახე ბაყავს რო ხარშავენ ნელი დუღილის ტემპერატურაზე ნენელა რო ხარშავენ აი დაგმართეს ნენელა ყველაფერი შემოაპარეს მალხაზი ამბობს ხოლმე ჩიკობაბა ჩვენი კოლხი ამბობს ხოლმე ამას რა ნაცები გმართავდნენ უნარკოზოთო ესენი ნარკოზით გმართავენო მე ამას დავამატე ესეთი ნაცებს ჰქონდათ ლოზუნგი ხალხის სახელით ხალხის წინააღმდეგ ამათა აქვს ლოზუნგი ხალხის სახელით ხალხის გარეშე და უფრო ეს კიდე რაღაც ერთი პატარა სიტყვას ჩავამატებ მაგ ყველაფერში არსებობს ოცნების სექტა რომელთაც ვეძახი თვალხილულ ბრმებს ანუ მხედველობის პრობლემა არ აქვს მაგრამ ოცნებას როცა შეეხება საკითხი იქ ბრმავდება და მხედველობას კარგავს თვალხილული ბრმები ბევრგან შეგხვდებათ სადაც კი კომენტარებში რაღაც წაისისინეს თუნდაც კონსერვატორების წინააღმდეგ ამ არაბიზაციის საკითხთან დაკავშირებით ან თითქოს ოცნების გაправებას ცადეს პირდაპირ მაგას უწერ თვალხილული ბრმები ხართ ამ კატეგორიასთან საუბარს აზრი არ აქვს დამთავრდა ბატონო და მე შენახლა როგორც ქალბატონმა ისი ახსენი ლამაზად კორექტულად დალაგებულად მე პირდაპირ ვიტყვი ქოც გამправებლები პირდაპირ ქოც გამправებლები და კიდევ შეიძლება ცუდი სიტყვების მოფიქრება მაგრამ არ ვაკადრებ რა არის ბადრი კატეგორია ვინც მე იმის უფრო მესწმის ფული რო აიღო და ამიტომ რო უწევს ამ ყველაფრის საუბარი და რეალობაზე გეუბნება თეთრზე გიმტკიცებს შავი ამისი უფრო მესმის ის გაყიდული მაინც არის მაგრამ გაუყიდავად გაშტერებული სექტა რო ყავთ რაღაც კატეგორია აი შოქში მაგდებს აი ხაინდრავას მაგალითი ავიღოთ რამდენი მიუტება ბიჯინამ და ბიუჯეტში შესატანი გადასახადები აპატია დავალიანებაზე რის ხარჯზე? სამაგანაცვლოდ რა მოითხოვა? არა, ჩვენ ხარჯზე, ჯერეთი ჩვენი ჯიბეებს მოაკლდა ის. ანუ მოიმადლიერა, მაგრამ რის ხარჯზე და პლუს სათავისოდ გამოიყენა. ანუ კარგი ვაჭარია ეს კაცი, რა გვინდა? აბა რა ვაჭრობს, ბიჯინა ვაჭრობს ყველასთან. ეს არის ესა ბანკირი, მევახშე ბანკირია. ბაგი ყველაზე გასაოცარი რა არის, იცი? აი თუნდაც აი ხაინდრავას თემას რადგან შეეხება დასრულება მინდოდა და მაინც მაქეთ წავედი ხო აფხაზეთის ამბებიდან მოყოლებული თუნდაც პუჩის პერიოდიდან მოყოლებული სამოქალაქო ავიღოთ ისტორიული მეხსიერება რაში გჭირდება აგერ იყო აგერ ხალხნო აგერ იყო მე თუ ვიცი 36 წლის გოგომ 40 წლის და 50 წლის კაცი რატო უნდა მიწერდე კომენტარებში ან ქალი რომ ვაშა ურა ამ კაცს და სწორს იძახისო და რატო უნდა მიправებდი ამ ნაგვის ნალაპარაკებს იქ უცნობი იქ ხაინდრავა როგორ გაправებით არიან ერთმა ტელევიზიები დაითრია და რაღაცა ქონებები მიშასგან და მე ეხლა ამათგან ხეირშია მეორემ აგერ დაითრია ბიჯინას ის არის და არ ვიცი მე რა ხდება ესა კაცო ესე ნუ რა არის იცი ვახ მე არა ნუ აღარ მინდა ეხლა მაგაზე ჩვენ გუნდს პოლიტიკურ გამოცდილებას უწუნებდნენ და საკრებულოების არჩევნებზე წელს საბავშვო ბაღის ბავშვები მეძუზური ბავშვები დაგვიყენეს ოცნებამ წარმომადგენლებად ვიცით ჩვენ პრემიერები იყო და ერთი არ დარჩათ რომელმაც გაამართლა
კი ბატონო ბახტაძემ სულ არ იცოდა ბოლოს ნახე არ გათეთრდების ყორანიო ბადრი ყველაფრის კადრება შეიძლება და ხაინდრავას რო გამომიყვან და ამის გათეთრებას რომ მოინდომდა თან ამის გათეთრების ფონით ქართული ნამდვილი გულწრფელი ადამიანების პროტესტის გამარგინალებას ამით რო შეეცდები და კიდე რაღაც დონეზე რაღაც დოზით რაღაც რაოდენობასთან ეს ხრიკი და ოინი რო გაგივა კაც აი ვაჭარი ხარ ეკლა მე მინდა თქვა მე ჯაბასთან დავსვი აი წინა სტრიმზე დავსვი კითხვა ჭკვიანია მეთქი ბიძინა ივანიშვილი ესეთი კითხვა დავსვი ესეთი სახით რა ჭკვიანია ეს ადამიანი მეთქი და ჯაბა მითხრა რომ სულელი ნამდვილად არ არის ჭკვიანიო მე კიდე სხვანაირად ვუყურებ ამ თემას ეხლა კამაც და იმას არ ვაპირებდი არავისთან მაგრამ უბრალოდ მე ამას უყურებ რომ ნიჭიერია მაგრამ ჭკვიანი არ არის როგორ შეიძლება 13 წელი რო ამდენი ადამიანი აშტერა ბადრი და მართა ნიჭიერია ალღოს უნარი აქვს ვაჭრული ალღოს უნარი აქვს სად გაძრეს სად გამოძრეს ჭკვიანი ადამიანი 7 პრემიერიდან 7-ვე დასაჭერი რო ყავს როგორ არის ჭკვიანი კაცი კაცო როგორ სამი პრეზიდენტი, მესამე პრეზიდენტი ყავს ეხლა, ხო, 12 წლის განმავლობაში ერთი იყო მარგველაშვილი, მეორე აგერ სალომე, ორივე დედა არ ვიცი მე ეხლა, რომ ორი პრეზიდენტი ეხლა მესამე რას იზამს? აი, ბადრია, ეგენ deep state-მა ჩაუდო, თორე მაგათი არ იყო. გაჩერდი. კარგი კაცო, დღეს რატომ დაემართა აგერ პრემიერებაზე კვირიკაშვილია 720 მილიონი გაქრა გახარიას დროს 600 მილიონი ბანკებს აჩუქა გახარიამ და რიონის ხეობა გაყიდა თურნავასთან ერთად აგერ თურმე ის ღარიბაშვილი კორუმპირებული ყოფილა და სახელმწიფოს იმას ბიუჯეტს გადასახადებს უმალავდა და რა ვიცი მე იქით ბახტაძემ სულ არ იცოდა რომ ის იყო პრემიერი იყო და გამაგებინეთ ერთი რა ჭკვიანია ეს კაცი როგორი ჭკვიანია ხო, მაგრამ მაინც რო ახერხებს თავის გატანას რა ვიცი. ნიჭიერი. ხო. გაძრომის ნიჭი აქვს, გაძრვა გამოძრვა და ნიჭიერი. ჭკვიანს მე არ დავარქმევდი, მით უმეტეს ჭკვიანი პოლიტიკოსი არ არის ეს კაცი, კაცო. პოლიტიკასთან ახლო არ უნდა იყოს ეგეთი ადამიანები, იმიტომ რომ აი ეს მევახშური სული არ აძლევს უფლებას არ ივაჭროს პოლიტიკოსებთან, არ ივაჭროს სკამებით, არ ივაჭროს ქვეყნის კეთილდღეობით. ეს არ აძლევს ამ სხვა გასახანს არ აძლევს თან მილიარდიერი ადამიანი აუცილებლად რაღაცას ექვემდებარება იმ ქველმოქმედებას რო ატარებს ხო და ქველმოქმედებას რო აკეთებს ისიც თავის სასარგებლოდ იყენებს იმასაც კაცო გადასახადების შეღავად სიწესებს ყველგან რა თუნდა ეხლა ლაპარაკი არ უნდა ამას გაправება ჭკვიანია ნიჭიერია ვინა თქვა ნიჭიერი კაცი იყო თავიდანვე უნივერსიტეტიდან თამაზ მეჭიაურისგან ქონებულისგან პირდაპირ ესე ნასაუბრებიდან მომისმენია რომ იყო ეს კაცი თავიდანვე ნიჭიერი მაგრამ ჭკვიანი პოლიტიკოსი მით უმეტეს ალღოიანი და ალაგებს ყველაფერს ვაჭრობით დიპლომატიური ენით და დიპლომატიური ნიჭით ვერაფერს ვერ ალაგებს რამდენი ვირიც ვიყინე და იმდენი ისეთი გამომადგავა აი კახელებს რო აქვს ნათქვამი ხო იმდენი პრემიერი მევა ის გამოვიდა კაცო მოღალატე და გამყიდველი და კორუმპირებული რამდენი აგერ მინისტრი დანიშნა მინისტრებს აღარ მოიპარავენო ხელფასები იმ დონეზე გაუზარდეთო რომ აღარ უნდა მოიპაროს ხო ანუ ხელფასების მატების გაправების ტექსტი ეგ იყო იმიტომ გავზარდო არ მოიპარონო პენსიონერმა რა ქნას მედიკამენტზე რო არ ყოფნის კვებაზეც რო არ ყოფნის და მედიკამენტებზეც რო არ ყოფნის საკუთარი პენსია ამაზე რა შვებით მაინტერესებს იმათ იმიტომ მოუმატეს ხელფასები ბადრი რომ არ მოიპაროსო გლეხს გაჭირვებულს პენსიონერს ღატაკს იმას წიხლი უნდა ჩააჭირო ფასები იმ დონეზე უნდა აიყვანო რომ ვერაფერს ვერ გაეკაროს ან გაიქცეს ქვეყნიდან ან დაიქცეს ან გარდაიცვალოს გამოხშირვა მიდის ნათელი მაგალითი აგერა ხარ შენ კაცო მამა შენის დახმარება როგორც ომისში დაღუპული ადამიანის დახმარება მოგიხსნეს ხალხმა უფრო მაგარი სასაცილო რაღაც დამემართა ეხა
ან მე მგონი ბადრი შენ პირადში კი მოგიყევი სტრიმზე არ მithქვამს ეს საკითხი რა. დაფინანსებაზე იყო ძალიან საოცრება ამბავი მოახდინეს. ადამიანი, რომელსაც ორი ბინა მქონდა ჩემს სახელზე თბილისში. ასევე დევნილის სტატუსანა მომიხსნიდან დევნილობიდან გამომდინარე თბილისში ვიყავი მიწერილი აფრიკის დასახლებაში ერთ-ერთ კორპუსში, ხო? იქ ვიყავი დაფიქსირებული. არჩევნებზეც ყველგან თბილისში მომდის. არსად ცხოვრებაში არ ყოფილა სხვაგან ჩაწერილი. ვიყავი ჩაწერილი თბილისში. როდესაც საყოველთაოს დაფინანსება მომივიდა, გაჩნდა იმის შანსიც, რომ შეიძლება მეთქი, რომ დავწერო მეთქი რა მერიაში, შეიძლება იმის რაც დარჩა ისიც დამიფინანსონ, რომ მე საავადმყოფოდან გამოწერილის იმდენი ხარჯი მექნება, რაღაცაში შემეწევა მეთქი და თუ ცოტა მაინც დამიფინანსეს რაღაც მერიიდან, რაღაც ეჯიად დახმარების სახით მეთქი, დავწერ განცხადებას, დავწერე განცხადება და პასუხს ველოდები და პასუხი რა მოვიდა. უკაცრავად თქვენ თბილისში ჩაწერილი არ ბრძანდებითო. ვაი მეთქი რანაირად საწავიდე, წავედი ცენტრალურ საჯარო რეესტრში. და აქ მოვითხოვე ხა რა ხდება ამონაწერი მინდა მეთქი სად ვარ ჩაწერილი როგორ რანაირად. ფიქსირდება ეგეთი რაღაც ხალხო არ ვიცი ის რაღაც თუ იმის შემთხვევიათ. დევნილის სტატუსი მომიხსნეს ამათმა ოცნების ხელისუფლებამ. როგორც კი მოვიდნენ და მოხდა რეორგანიზება და დევნილების საბუთების თავიდან გადამოწმება და შენ რატომღაც ჩათვალეს რომ მე დევნილი არ ვარ და სტატუსი არ უნდა მქონდეს, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ესეც საოცრება ჩაატარა. დამტოვა სოხუმის მისამართზე ჩაწერილი, სოხუმში ვარ ხალხო ჩაწერილი და საქართველოში სხვაგან არსად არ ვარ ჩაწერილი. ერთადერთი კითხვა რაც გამიჩნდა, იურისტი მოვითხოვე მაგათი იურიდიულად ამიხსენით როგორ დგება ეგეთი რაღაც იურიდიულად რაიმე ფორმაში თუ ჯდება მეთქი, როდესაც ან აფხაზეთი გვაქვს დაბრუნებული და ჩვენ არ გვიმხელთ მეთქი და სოხუმში ვიშვებთ ალბათ მეუთხარი ოპერაციის გასაკეთებლად მეთქი. ან კიდევ არ ვიცი რა შეიძლება ახსნა მოუძებნო ამას, რომ ადამიანი რომელიც აფხაზეთიდან დევნილად არ ჩათვალეთ და დევნილის სტატუსი ამის საფუძველზე მომიხსენით, ორი ქონება მქონდა თბილისში ჩემს სახელზე და ამომწერეთ თბილისიდან იმის გამო რომ დევნილი არ ხარო და დამტოვეთ სოხუმში. ამის გამო დაფინანსება რა კი შეიძლებოდა რომ ბევრი არ ყოფილიყო, მაგრამ ის 400 და 500 ლარიც იმ მომენტში ჩემთვის მართლა წამლის ფული იქნებოდა, ხო? და თუ კი რაღაც გეკუთვნის ადამიანს, რატო არ უნდა მიიღო სახელმწიფოსგან, როცა არ მუშაობ, არაფერი არ მინდა რა, ეხლა წუწუნდა ის არ მიყვარს, არაზუს არ მიტირია, ბადრი კი იცი ჩემი ხასიათი, მე უბრალოდ რეალო მოცემულობა რაც არის იმას ვიძახი რა. რატო უნდა დამაკლო? სისულელიც და თან იურიდიულად ვერანაირად ვერავინ ვერ ამიხსნა ეს მოცემულობა. თან იმ სიტუაციაში ვიყავი, ორ დღეში ოპერაცია უნდა მქონდა, სარბენი დრო აღარ მქონდა, რომ ამ საბუთებზე მერბინა. ამ საქმეს უნდა სირბილი, როგორც კი აი მყარა დავდგები ფეხზე და სიარული მოძრაობა შემეძლება უკვე უნდა ვირბინო ამ საქმეზე, რომ საქართველოში არსად არ ვარ ჩაწერილი ხალხო, მარტო სოხუმში ვარ ჩაწერილი. არსად არ ფიქსირდები. როცა საგარეჯოში სახლი ჩემს სახელზე მაქვს, რომელიც ვიყიდე და თბილისში არც ერთ მისამართზე და არც იქ ფიქსირდები არც იქ. კი ბატონო. არა, სიმართლე გითხრა, სავარაუდოდ სოხუმის მისამართი, იმიტომ დაგიტოვეს რომ თქვენ აი სოხუმას გავუკეთეთ, თქვანო რომ სოხუმას გავუკეთეთ ოპერაციაო და არ არის ეგრეც ვერ იქნება ვერანაირად. ანუ დაფინანსებაზე რომ წამოსულიყვნენ მაგ კუთხით რომ განაფხაზეთიდან არისო, კი ბატონო, არც ეგ არ ყოფილა. ჰაერს დამტოვეს საერთოდ. მოკლედ 2 საათი გაგვიხდათ ეკლა. მოდი ისევ დავუბრუნდეთ. ნებართვით, ჩამიშვით. მე ჯერ მაცადე. სად ჩაგიშვა? შენ სამესტრიმზე მე სად ჩაგიშვა ბანდრი? გავიფედი მე კი სად მიდის? ხალხო, შვიდში არ ჭირდებათ აქ ვინც მსვენელი ხართ, გარედან მოთვალთვალებს გეუბნებით, თუ კი ოდნავ სადღაც სულის კუთხეში, კუნჭულში მაინც სიტყვა საქართველო თქვენთვის რამეს ნიშნავს და ოდნავ სულს შეგიტოკებთ, არც ერთი არ უნდა დარჩეთ შვიდში 16 საათზე სახლში, ყველანი პარლამენტთან და თქვენი ადგილი დაიცავით თქვენი მიწა. ის მიწა, სადაც ფეხი უნდა დადგას თქვენმა შვილმა, შვილიშვილმა და შთამომავალმა. რასაც საქართველო უნდა ერქვას და ის მიწა და ადგილი, სადაც ქართველები აღარ იქნება, ის საქართველო არ იქნება. მარტო მიწა არ არის საქართველო. შვიდში ყველას გელოდებით, მე იქ ვიქნები, ლაივ ჩართვები მექნება
მოვლა ჩემთანაც დაკავშირებით შემოგიყვან აუცილებლად. ხო და აუცილებლად იქნება იქიდან ლაივ ჩართვები, ინტერვიუები იქნება, აპარატურა ღმერთის წყალობით მაქვს ისეთი რომ გავკაჩავ როგორც პროფესიონალი, ოღონდ ტელეფონით, ეხლა კამერა და ის არ მექნება, მაგრამ ტელეფონებით რა. და ყველას გელოდებით შვიდში, მაგრამ მანამდე კიდე შევხვდებით ბატონ მალხაზისთან უნდა ვისაუბრო აუცილებლად ერთად ეკონომიკური საკითხები უნდა ჩავშალოთ. იქნება ლიდერებიდან ყველა მინდა რომ იყოს, ვინც კი არიან ლიდერები და გუნდის წევრები, რეგიონალური ხელმძღვანელები, ვინც რეგიონებს ხელმძღვანელობენ აღმოსავლეთ, დასავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთს, აი ყველა მინდა რომ აქ იყვნენ. ესე იგი, არავინ არ მინდა გამოვტოვო, იმიტომ რომ მერე იწყება ესეთი რაღაცა, რომ ყველაფერი აბსოლუტურად აი რომ ვინმე რომ გამომჩეს, მეტკინება გული და დამწყდება, რომ აი ეს ადამიანი უყურადღებოთ რატო დავტოვე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღირსეული და საინტერესო პიროვნებაა კონსერვატორების საქართველოსთვის ამ პოლიტიკურ ძალის გვერდში მდგომიც, შიგნით პარტიის წევრებიც და ლიდერებიც და პოლიტიკური გუნდიც, პოლიტსაბჭო და სულ ყველა. ამიტომ ყველას მადლობას მოგახსენებთ, რომ აქ იყავით, ჩვენთან იყავით. თეკლას პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მომცა იმის საშუალება რესპონდენტი ყოფილიყავი. ეხლა მეცადინეობ სხვადასხვა ტელევიზიები მეპატიჟებიან იქ საზოგადოებრივი, რუსთავი 2, იმედი, ტევ პირველი მეპატიჟება და მეცადინეობ, რომ გავიარო ეს რაღაცეები და უფრო დავამუღამო და უფრო დავიხვეწო, რომ იქ ტელევიზიაში არ გამიჭირდეს, ტელევიზიებში არ გამიჭირდეს საუბარი. თეკლა დაასრულეს. აგეთვალა, კაი იყო. ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მადლობა ბადრიშენ, მადლობა მოდერატორებს, მადლობა მსმენელს თითოეულ თქვენთაგანს. ჩემებო ყველას გეფერებით შორიდან. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მადლობა ბადრი ამ სტრიმისთვის შენ. დროებით შენ ჩამიშვი. ნუ გამიწყდება რომ შენ სტრიმზე ვარ და შენ ჩამიშვი. ჩაგიშვებ ახლა და დედიკოს მოკითხვა კიდევ ერთხელ და აბა თქვენიცით. მოკლედ ასე თუ ისე დავასრულეთ დღეს. მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ვიყავი რესპონდენტი, წამყვანის როლში უკვე ამოვიდა, მონოლოგის რეჟიმში ვისაუბრე, მე თეკლა მაგენ მომცა საშუალება რომ რესპონდენტი ყოფილიყავი და კითხვებზე პასუხები გამეცა. მე მგონი რა ვიცი ახლა, ისედაც კითხვებს მე თვითონ ავსვავ ხოლმე და მე თვითონ პასუხობ ხოლმე, სამტანცუი, სამიგრაიო, სამტანცუი, სამპაიო. ეგეთი რაღაცა გამომდის, მაგრამ დღეს უკეთესი იყო ჩემთვის, როდესაც ტელევიზიაში პრაქტიკულად ნამუშევარი ადამიანი და გამოცდილება მქონე ადამიანი წამყვანის როლში იქნება და მე კიდე რესპონდენტის როლში აი ესე ვიქნები. მოკლედ, კიდევ შევხვდებით, ხვალაც, ზეგაც და ასე შემდეგ, შვიდამდე ძალიან აქტიური ის იქნება, სტრიმები იქნება ჩემ იმაზე. შეიძლება, ოღონდ ერთი ყურადღება მიაქციეთ, რომ შეიძლება 10 საათზე გადმოვწიო სტრიმები, ცოტა ადრე დავიწყო. და ყურადღებით იყავით, ანონს რო გავაკეთებთ 23 საათს აღარ ვიტყვი ხოლმე 22 საათს. აბა დროებით. მადლობა ყველას საჩუქრებისთვის, მოსმენისთვის და კითხვებისთვის და ყველაფრისთვის, რასაც თქვენ მხარდაჭერა ქვია, რასაც თქვენი მხარდაჭერა ქვია ამ სტრიმზე და მადლობა სულ ყველას. იხცოცხლეთ და შევხვდებით 7-ში 16 საათზე პირდაპირ პარლამენტის წინ ყველა ერთად მოვიყრით მთელი საქართველო იქ თავს. იმედია და მე დარწმუნებული ვარ ამაში. არა, ორშაბათ და პარასკევი და ოთხშაბათი არ იქნება, მაგრამ სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი ჩემი დღეებია და აქ შემიძლია 10 საათზე გადმოვწიო მე. და დანარჩენ დღეებში შემიძლია გვიანად ჩავთო, როგორც დღეს ჩავთით 11 საათზე. მოკლედ გემშვიდობებით დროებით, მშვიდობიანი ღამეს გისურვებთ, ტკბილი ძილი და მშვიდობიანი დილის გათენებასაც აგრეთვე. დროებით.
ჩემი აღარ ითიშება, არ მინდაო, არ გავითიშებიო.